საღამოშვიდობისა, მეგობრებო, როგორ ხართ? იმედია ყველანი კარგად გრძნოთ თავს. ყველას ძალიან დიდი მადლობა აქტიურობისთვის კომენტარებში. ვისაც არ გაქვთ ჩემი გვერდი გამოწერები, გამოიწერეთ და უფრო მეტად რეზონირდება თქვენზე ჩემი გაშლები. და დავიწყოთ დღევანდელი გაშლა. საკითხი იქნება ასეთი, კომენტარებში ამოვეკითხე სხვათა შორის. რა დაბრკოლებები აქვს თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას და რა უშლის ხელს, რომ ნაბიჯები გადმოდგას და თუ გადმოდგავს ნაბიჯებს, ხო ეს პიროვნება. მოდი გავიგოთ. ჯერ ნახოთ რა მდგომარეობაში, ახლა რა ენერგიებშია ეს პიროვნება. ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ, თქვით მისი სახელი და გვარი და დავიწყოთ. რა ენერგიებშია პიროვნება, რომელიც თქვენ ჩაიფიქრეთ. საინტერესოა. ცოტით გავასწორებ კაცრავად. კაი. რა ხდება? პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ეს პიროვნება არის ჩვეულებრივად არჩევნის წინაშე. ვინც ზუსტად იცით, რომ მესამე პირი არსებობს თქვენს ურთიერთობაში, აი ამ არჩევნის წინაშეა და ვინც ფიქრობთ, რომ არ არის მესამე პირი თქვენს ურთიერთობაში, მაშინ აქვს რაღაცა საკითხი კონკრეტული, რის გამოც არის აი ესეთ გაურკვეველ მდგომარეობაში, ცოტათი ესეთი მენტალურად დაძაბულია, უჭირს აი ესე იოლად რო ვთქვა, გულს მოусმინოს თუ გონებას, რაღაცა ესეთი მდგომარეობაშია, საკმაოდ დიდი მიჯაჭვულობა აქვს ქალბატონთან, მონეტების დედოფალთან, რომელთანაც დასრულებულია ამ წუთას და ტრანსფორმაციაშია ურთიერთობა. მონეტების დედოფალი, ქალი, რომელიც მის ცხოვრებაში არის საკმაოდ ისეთი სტაბილური, ძალიან შემდგარი, თავმომწონე ქალბატონი, რომლის მიმართაც აქვს აი ესეთი მიჯაჭვულობა ამ ადამიანს. რაც შეეხება ენერგიებს, ვიტყვი, რომ საკმაოდ აი ცუდად გრძნობს თავს, ზუსტად აი ამ მდგომარეობის გამო, სიყვარულის გამო, და ურთიერთობის გამო, სადაც იყო ბედნიერი, ემოციური, სიყვარულით სავსე და აი ახლა რომ რაღაცა ისეთ გაურკვევლობაშია, ეს პიროვნება ცუდად გრძნობს თავს, აი ესეთ ენერგიებშია ახლა. კარგი. უფრო ძირითადად აი გაურკვევლობის გამო გრძნობს და არჩევნის წინაშე როა, აი ამ არჩევანს რომ ვერ აკეთებს, აი ამის გამო გრძნობს ცუდად თავს ეს პიროვნება. სავარაუდოდ მიზეზიც ეს არის, რატომაც ვერ დგავს ნაბიჯებს, მაგრამ მაინც ვიკითხოთ. თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება რა უშლის ამ პიროვნებას ხელს, რომ გადმოდგას თქვენსკენ ნაბიჯები. მოდი ნახოთ. ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ, აი ეს პიროვნება, ამ პიროვნებას რა უშლის ხელს, რომ გადმოდგას თქვენსკენ ნაბიჯები.
ვიტყოდი იმას, რომ ეს ამ ადამიანზე საკმაოდ დიდი ზეგავლენა გაქვთ თქვენ და ფიქრობს კიდეც რომ რაღაცა სახის ნაბიჯები გადმოდგას თქვენსკენ და დაიძრას, ასე ვთქვათ, მაგრამ ხო და ასევე ანუ იგივე წრეზე, ასე ვთქვათ, დაატრიალოს ეს ურთიერთობა. მაგრამ რა უშლის ხელს, აბა ვნახოთ. ასევე ვიტყვი იმასაც, რომ ეს პიროვნება აი ეხლა სადაც იმყოფება, რა სიტუაციაშიც, ხო? შეიძლება საკმაოდ ოჯახურ სიტუაციაშია, მაგრამ თვითონ საკმაოდ დეპრესიული, მოწყენილი, შინაგანად ვერ გრძნობს ძალიან კარგად თავს. წესით უნდა გრძნობდეს თავს კარგად, მაგრამ ვერ გრძნობს და უნდა რომ აი როგორი შეგრძნება აქვს, იცი, აი თავის გზით რომ წავიდეს, რაღაც აი ესეთი ინსაიტი მომდის ამ პიროვნებაზე. კარგი, რატომ ვერ დგავს ნაბიჯებს ეს პიროვნება თქვენსკენ? რაც არჩევანს მიჩვენებს. ხო, საინტერესოა, მეგობრებო. ვიტყოდი რას, იცით? ამ ადამიანს, ამ პიროვნებას ეხლა უფრო ძირითადად ცუდად რომ არის, იმიტომ არის ცუდად, რომ ამ პიროვნებას აქვს სასწრაფოდ არჩევანი გასაკეთებელი და ეს არჩევანი უნდა იყოს სამართლიანი. აუცილებლად, რადგან გამოვიდეს აი ასეთი მდგომარეობიდან, აი შინაგანად ძალიან სულიად ძალიან ცუდად გრძნობს თავს ეს პიროვნება. შეიძლება მის ფინანსებზეც საკმარისად აისახა აი ეს მდგომარეობა, რაც აი ამ იმპერატორ ქალს უკავშირდება. უნდა გადმოდგას ნაბიჯები სტაბილური ამ ქალთან, მაგრამ ფიქრობს, რომ ცოტა შიში აქვს, აი რამდენად ან პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, ხვდება, სამართლიანი ნაბიჯები არის ის, რომ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თქვენს წინაშე, მაგრამ ამ წუთას, აი ამ გადმოსახედიდან ცოტა უჭირს აი ამ ყველაფრის გაკეთება. იმიტომ რომ ცოტა პაჟურ ენერგიებშია, აი სად თქვენ და სად ის. ამ წუთას აი ესეთ ენერგიებში ხართ თქვენ. და ასე ფიქრობს, ანუ იმიტომ ეშინია, რომ რაღაცნაირად ვერ შეწყვდება თქვენთან ურთიერთობას. თუმცა შეიძლება ჰქონდეს გამონათება, ესეთი მოწერა, მოკითხვა, რაღაც ეგეთი, მაგრამ როგორც ასეთი აი ამ გადმოსახედიდან ცოტა უჭირს რა, შიში აქვს პასუხისმგებლობის. არ იცის რა იქნება, ანუ ესე თქვენთან ურთიერთობაში, მომავალში რა იქნება, არ იცის. უბრალოდ ერთი ის იცის, რომ სამართლიანი ის არის თქვენთან ურთიერთობაში, ნაბიჯები უნდა გადმოდგას აუცილებლად პასუხისმგებლობით და ეს ამ წუთას ცოტა უჭირს და აი ეს აკავებს ზუსტად. და აი ეს მომენტი აქვს ზუსტად აი წეგან არჩევანს რომ ვიძახდი, ანუ არჩევანი შეიძლება არ იყოს მაინც და მაინც მესამე პირი ვინმე და იყოს ზუსტად აი ეს, რომ არჩევანი აქვს გასაკეთებელი ამ პიროვნებას, რამდენად შეწყვდება თქვენთან ურთიერთობას თუ ვერ შეწყვდება, აი მოვიდეს თუ არ მოვიდეს, აი რაღაცა ეს მომენტი აქვს. თუმცა თქვენ მისთვის ახართ ანუ მთავარი ქალი, მთავარი პიროვნება, ანუ თქვენთან ხედავს მომავალს, მაგრამ არ იცის რა თვითონ რამდენად შეწყვდება ამ ყველაფერს. და ეს დაბრკოლებები აქვს ზუსტად, თორე თქვენ ამ წუთას აი თქვენ არაფერს შუაში ხართ, აი თქვენ თუ ფიქრობთ, რომ თქვენი მიზეზით არ დგავს ნაბიჯებს, ხო, ესე არ არის. ან თქვენ არ მოწონხართ, ან თქვენში რაღაცა მინუსს ხედავს. ესე არ არის საერთოდ, პირიქით, თქვენ მისთვის ხართ აი ამომავალი წერტილი, ასე ვთქვათ, მაგრამ
თვითონ თავის თავში აქვს პრობლემა და თავის ქმედებებში არ არის თავის თავში დარწმუნებული, რომ რამდენად შეძლებს ამ ყველაფერს. კარგი. მოდი აბა გავიგოთ. ისიც დავამატოთ. სანამ ქმედებებზე გადავალ, რას გრძნობს ეს პიროვნება თქვენს მიმართ? რა გრძნობები აქვს აი ამ ჩაფიქრებულ ადამიანს თქვენს მიმართ? ვინც ჩაიფიქრეთ? რას გრძნობს ეს პიროვნება თქვენს მიმართ? საინტერესო. მეგობრებო, ანუ ეს პიროვნება ვიტყოდი იმას, რომ საკმაოდ გამოცდილი ადამიანია, ანუ შეიძლება აქვს რაღაცა გამოცდილებები ცხოვრებაში, ამ წოთა საკმაოდ ცივ ენერგიებშია თქვენს მიმართ და როგორც მის ანუ თავიდან რაც გავშალე რომ დავიწყე რომ არჩევნის წინაშე არის მეთქი, ზუსტად ის არკანი ამოვიდა ხმლების ორიანი, ანუ ძალიან უჭირს არჩევნის გაკეთება, ძალიან უჭირს გადაწყვეტილების მიღება. თუ არის თქვენთან კონტაქტში და საბოლოო, ანუ ბოლომდე არ აქვს გაწყვეტილი თქვენთან ურთიერთობა, მაშინ ძალიან ცოტას გასცემს თქვენს მიმართ რა ეს პიროვნება და თუ საერთოდ არ გაქვთ ახლა კონტაქტი მასთან, ის ფიქრობს რომ ანუ ამ წუთას რის შემოთავაზებად შეუძლია, ეს ძალიან ცოტა არის თქვენთვის და ჭირდება ამ ურთიერთობას რაღაცა დაბრკოლებების გადალახვა. გრძნობებში ამომდის ეს, ახლა ხო წარმოგიდგენიათ რა დონის დაბნეული პიროვნება არის ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ბალანსი აქვს დარღვეული, მეგობრებო, გრძნობა აქვს, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ რაღაცა ისეთი გადმოსდის თქო, აი ამ გადმოსახედიდან შეიძლება იცი როგორი მომენტი აქვს, რომ აი როგორი დისბალანსი აქვს, ხო? აი არ იცის, თითქოს გასაქანს არ აძლევს თავის გრძნობებს, აი რაღაც ეგ მომენტი აქვს რა, მეგობრებო. და ფიქრობს, რომ აი ამ ურთიერთობაზე სამუშაო აქვს. მაგრამ აი რადგან ესე გარდან კი ესე გამოიყურება ძალიან მკაცრი და ისეთ შეხედულო, შეიძლება ვიღაცები ცოტა ისეთ ორგანოებშიც მუშაობდნენ, აი იარაღთან რომ აქვს შეხება, არ ვიცი ახლა თუ ესეთი პროფესია არ აქვთ, მაშინ უფრო ესეთი პიროვნება არის, აი ძალიან ცივი შეხედულობა აქვს რაღაცნაირი. მაგრამ შინაგანად და თავისი გადაწყვეტილებებით ძალიან პატარაა ჯერ რა, ანუ პაჟურ ენერგიებშია ძალიან ეს პიროვნება და თავისი გრძნობებიც აი ესეთია. მისთვის საკმარისია, ვერ ვიტყვი რომ ანუ არ აქვს მეთქი გრძნობები, ემოცია აქვს ნამდვილად თქვენს მიმართ, მაგრამ აი ესეთი პაჟური, ბავშვური რაღაცნაირად შეიძლება ცოტა ბუტიაც იყოს, რაღაცნაირი ტიპაჟია. მაგრამ ხვდება იმ ყველაფერს, რომ თქვენთვის ცოტა არის ის, რასაც თვითონ გაძლევთ და ხვდება, რომ უნდა იმუშაოს ამ ურთიერთობაზე, უნდა გადალახოს რაღაცა დაბრკოლებები, უნდა იბრძოლოს თქვენთვის. მაგრამ აი ზუსტად ამის გამო აქვს ეს დისბალანსი, რომ თითქოს გრძნობს, რომ არ შეუძლია ამ ყველაფრის კეთება. კარგი, კიდევ რას გრძნობს თქვენს მიმართ ეს ჩაფიქრებული პიროვნება? რა გრძნობები გაქვსო? აი სინამდვილეში რა გრძნობები აქვს. წერღანაც ვახსენე, რომ აქვს გრძნობები, მაგრამ რაღაცნაირი იცი რა მომენტია, აი არ უშვებს, არ უნდა რომ აღიაროს თითქოს რა ეს მომენტი. ეს ადამიანი შეყვარებულია თქვენზე, მეგობრებო. რაღაცის თავიდან დაწყება უნდა ამ პიროვნებას, აი აბსოლუტურად ახალი ფურცლიდან უნდა დაწყება.
და როგორც წეღანაც აღვნიშნე, რომ საკმაოდ უნდა მიიღოს სწრაფი გადაწყვეტილება, მეგობრებო, აუცილებლად. თქვენ მისთვის ხართ აი მზე ადამიანი, რომელიც უხალისებს ცხოვრებას, აი ასეთი სიცივიდან გადადის ასეთ მზეში ეს პიროვნება, როცა თქვენზე ფიქრობს, როცა თქვენთან აქვს ურთიერთობა, აი მისი გრძნობები უდაოდ დიდია. ახლა თქვენთვის რამდენად ბევრია ეს მისი გრძნობები არ ვიცი, მაგრამ მისი გადმოსახედიდან შეყვარებულია ეს პიროვნება თქვენზე, მაგრამ გამოხატულება ცოტა ნაკლები აქვს ამ ყველაფრის. და ხო, ანუ ფიქრობს, რომ აუცილებლად უნდა სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება, რომ თავიდან დაიწყოს ეს ურთიერთობა. ანუ ხვდება სხვათა შორის იმას, ესეთი მიუხვედრელიც არ არის, ხვდება, რომ ამ ურთიერთობაზე აქვს სამუშაო აუცილებლად, მეგობრებო. კომუნიკაცია, ხო, იმასაც ხვდება, რომ აუცილებელია კომუნიკაცია ამ ურთიერთობაში და არ არის აი წეღა როგორც თქვი, რომ საკმაოდ ბუტია პიროვნება თქო, შეიძლება ანუ როგორი ტიპაჟი შეიძლება იყოს, იცით, რომ აი შეიძლება რამე არ მოეწონოს და არც გითხრათ, არც არაფერი და უბრალოდ ესე რაღაცა სიჩუმეში გადავიდეს და თქვენ ვერ მიხვდეთ საერთოდ, რომ აი ამას რა დაემართა ახლა, აი რაღაც ესეთი და მაგას ხვდება, რომ მინუსი აქვს ეს თავის თავში, საკმაოდ დიდი მინუსია და აი კომუნიკაცია აუცილებელია თქვენს ურთიერთობაში. მშვენიერი ამ ყველაფერს თუ ხვდება. აი, მოდი ახლა გავიგოთ რა ნაბიჯები ექნება თქვენს პიროვნებას, ვინც ჩაიფიქრეთ ერთი თვის განმავლობაში. მოდი ერთი თვე ვთქვათ, ძალიან არ გავწეროთ. ერთი თვის განმავლობაში რა ნაბიჯები ექნება თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას. რა ნაბიჯები ექნება თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას ერთი თვის განმავლობაში. შვენია. საინტერესოა. მეგობრებო, ეხლა თუ რომელიმეს ჩაფიქრებული პიროვნება არის გზაზე და შორს ხართ ერთმანეთისგან, ანუ დიდი მანძილია თქვენ შორის, ეს პიროვნება ძალიან ესეთი უცებ ეს რაღაცა მოილანდება და დიდი აგრესიით მოვა თქვენთან აი ამ გზიდან ჩამოვა რაღაცა. შეიძლება გზაზე არ იყოს, მაგრამ აი ესეთი სიშორე არის თქვენ შორის უკვე რაღაცა დისტანცირებულები ხართ ერთმანეთისგან. ხო. ასევე ფიქრობს, რომ ანუ ის თქვენთან იმპერატორად გრძნობდა თავს და ეს მოგონებები არ ასვენებს, უნდა ისევ რომ რაღაცნაირი ხელში აიღოს ეს ურთიერთობა, რაღაც მართოს ეს ურთიერთობა, შეიძლება ცოტა მანიპულაციებიც ჩართოს ამ ყველაფერში, სწრაფად გამოვა კავშირზე სხვათა შორის და გექნებათ რაღაცა კომუნიკაცია. ახლის დასაწყისის ჩანერგვა იქნება, ასე ვთქვათ რა, აი ზღობზე რაღაცნაირად, აი ძალიან სწრაფი ქმედება იქნება სხვათა შორის. ექნება ამ ერთი თვის განმავლობაში მოქმედება, ისევ აი ესეთი პაჟური შიშებით მოვა, მაგრამ აი ამ საუბრებით ეცდება, რომ თითქოს აი რა მომენტი ექნება, იცით, რომ აი ის ჩემი ქალია, ანუ ჩემი ადამიანია და ის ყველაფერში გამიგებს და მოდი დაველაპარაკები და იქნება გადავლახო ეს შიშები და იქნება ისეთი საშიში და ისეთი დიდი მოთხოვნებიც არ არის მასთან და შევძლო ეს ყველაფერი რა, ანუ იმიტომ რომ ვეღარ ითმეს ეს პიროვნება და საკმაოდ ისეთი შეიძლება როგორც წეგამ თქვი, აგრესიით და რაღაცა ცოტა მანიპულაციებით გამოვიდეს. და საკმაოდ ენდომება, რომ სწრაფად წარიმართოს ეს ურთიერთობა. კარგი, რას გეტყვით? აი რას გეტყვით, რომ მოვა და რომ დაბრუნდება ეს პიროვნება? რითი მოვა? რას გეტყვით?
თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება რომ დაბრუნდება, რითი მოვა, რას გეტყვით? მეგობრებო, ძალიან გადაწყვეტილებით მოვა, მოგეთ გეტყვით რომ მე გადავწყვიტეო, რომ ესა გავაგრძელო ჩვენი ურთიერთობაო და თავიდან დავიწყო ყველაფერი და ვფიქრობ, რომ შანსი გვაქვსო, რომ რაღაცა ესეთი ცივი ენერგიებიდან გადავიდეთ სასიყვარულო ემოციურ მდგომარეობაში, რადგან ვფიქრობთ, რომ თქვენს იგივე ემოციები გაქვთ, რაც მას თქვენს მიმართ, შეიძლება სიყვარულშიც გამოგიტყდეთ, თუ აქამდე არ უთქვამს, ყოველ შემთხვევაში აი თავის ემოციებს ეცდება ყველანაირად, რომ დაგანახოთ რაღაცა, რაც რაღაცა ნაწილი მაინც თუ აქამდე არაფერს არ გაგრძნობინებდათ ხოლმე და შემოგთავაზებთ, რომ უნდა სტაბილური ურთიერთობა სტაბილური ჯანსაღი ურთიერთობა თქვენთან, მეგობრებო, რადგან აი თქვენს გარეშე სრული სიცარიელე და აი რაღაცნაირი შეიძლება ისიც კი გითხრათ, რომ აი რაც შენ წახვედი ჩემგან, ჩემი საქმეები უკან წავიდა. ან რაც ჩვენი ურთიერთობა დასრულდა, გაფუჭდა ჩემი საქმეები, არც შემოსავლები აღარ მაქვს იმდენი და აი მერე დაგაფასე, თითქოს რაღაცა ეგეთი მომენტი მომდის და კი ესე აგრესიით და ენერგიით შემოვა რაღაცნაირად და ესა შეიძლება ცოტა ისიც გაგიმხილოთ, რომ ნაწყენია თქვენზე რაღაცნაირად რა, მაგრამ მაინც ფიქრობს, რომ ამ ურთიერთობაზე უნდა იმუშაოთ და აი რაღაც ესეთი საუბრები ექნება, მეგობრებო. საინტერესოა. ვისაც რეზონირდება, აი ამ ერთი თვის განმავლობაში გამოგეკვინეთ, ძალიან მაინტერესებს, როგორ დაბრუნდება თქვენი პიროვნება, რას გეტყვით, რას შემოგთავაზებთ. დამიწერეთ შემდეგ კომენტარებში. ეხაც დამიწერეთ, რამდენად რეზონირდა თქვენზე და რამდენად თქვენს ადამიანზე საუბრობდი ამ წუთას. დაგემშვიდობებით მე მეგობრებო, სასიამოვნო დღეებს გისურვებთ. შეგახსენებთ, რომ ჩემთან პირადი კონსულტაცია 2 კითხვა არის 15 ლარი და ვრცელი გაშლა 60 ლარი. ასევე coaching-ურ სესიებს რაც შეეხება, ერთი სესია არის 30 ლარი. ყველაზე მიზერული ვფიქრობ, იმიტომ რომ სხვა coaching-ური სესიები, რაც ურთიერთობებს შეეხება, მით უმეტეს საკმაოდ ძვირია, მაგრამ მე იმიტომ მაქვს მზადებული ეს ფასი, რომ ყოველთვის მომახვილებ ხოლმე ყურადღებას მაგაზე, იმიტომ მაქვს მზადებული ეს ფასი, რომ მინდა რაც შეიძლება ბევრი ქალი განიკურნოს აი ასეთი მტანჯველი, მიჯეჭვული სიტუაციებიდან, რასაც მე ვმუშაობ ხოლმე ძირითადად უფრო და ვინც არიან აი ესეთ მიჯეჭვულ მდგომარეობაში ემოციურად, ფინანსურად, სექსუალურად მამაკაცებთან, აი იმ ქალბატონებთან ვიმუშაო და რაც შეიძლება ბევრი ქალბატონი გამოვაჯამთელო. დროებით მეგობრებო, წარმატებები.